როგორც ყოველთვის მიხეილ სააკაშვილს ძალიან ხმაურიანად ხვდებოდით. ამ პატარა სააკაშვილებს ხმაურიანად დავხვდებით. აქ არიან მხოლოდ ჩემი მეგობრები, ის ადამიანები, ვინც წლების მანძილზე იბრძოდა და რაიმე ორგანიზაცია ან რაიმე პარტიას არავინ არ წარმოადგენს, თავისუფალი იყო მოსვლა, ყველას მადლობას ვუხდი და ჩვენ აუცილებლად გავივლით რეპეტიციას, სანამ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა და ვაჩვენებთ საზოგადოებას რა განწყობაა დღეს საქართველოში მსოფლიოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ. პასუხისმგებლობას მთლიანად ჩვენ თავზე ვიღებთ დღეს რაც არ უნდა მოხდეს. ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ საქართველოში ადამიანების უმრავლესობას 90%-ს აქ ის დიდი მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოცხადეს მართლმსაჯულების წინაშე, აგოს ყველაფერზე პასუხი რაც დანაშაული ჩაიდინა 9 წლის განმავლობაში, ჩვენ არ დაუშვებთ იმას, რომ ვიღაცის ხელის დაფარებით მიხეილ სააკაშვილმა გამოძიებას კითხვებზე პასუხი არ გასცეს. ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს ისეთ დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობა, როგორც არის მოწმის დაკითხვა პროკურატურაში და ისეთ გახმაურებულ საქმეს, როგორც არის ზურაბ ჟვანიას საქმე და ესვას წერტილი და საზოგადოება იქნას ინფორმირებული. როგორც უკვე გითხარით, ორი აქცია მიმდინარეობს ერთმანეთის პარალელურად, ცოტა ხნის წინ აქ მოვიდნენ არასამთავრობო თავისუფალი ზონის წარმომადგენლები და ასევე მოქალაქეთა ჯგუფი, რომლებიც აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან, მათი თქმით, აქ დაგეგმილი კონტრაქცია კი არის ოპოზიციურ ჯგუფებზე დაგეგმილი ზეწოლა. აუ, გმის არა ქვია, რა ჩვენი აქციის მიზანია, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ დაიბარეს ქვეყნის მესამე პირი, პრეზიდენტი, დაკითხვაზე ვთვლით, ეს არის არალეგიტიმური, ასევე ჩვენ გვემატებია ხალხი და დღეს გამომართავთ ამ აქციას აუცილებლად, ამას უნდათ თუ არ უნდათ და ეს არის პირველი მიზანი, რომ დაანებონ დისკრედიტაციას თავი დღევანდელმა ხელისუფლებამ, თუ შეიძლება რა. და ეს მელორა ვაჩანძეები და ის ხალხი ნუ მოყავდა, ნუ ძაბავი სიტუაცია. ჩვენ სპეციალურად გავაფრთხილეთ პოლიციელები, რომ არ მოხდეს აქ სერიოზული დაპირისპირება და რა ვიცი, ხელისუფლებამ გამოაგზავნა, როგორც ხედავთ მელორ ვაჩრაძე, კრიმინალები, ესენი პოლიტიკატიმრები არიან მათთვის და არა ჩვენთვის, ჩვენს პირადად ისინი არიან კრიმინალები, სპეციალურად რომ მოხდეს დაპირისპირება ხალხს შორის. ეს არის ალბათ დღევანდელი ხელისუფლების მიზანი, რომ ხალხს შორის მოხდეს დაპირისპირება.